თავი 21. როდესაც მათ დავშორდით, გადავცურეთ პირდაპირ და მივადექით კოს, ხოლო მეორე დღეს როდოს და იქიდან პატარას. ნახეთ ხომალდი, რომელიც ფინიკიაში მიდიოდა. ავედით და გავცურეთ. კვიპროსი რომ გამოჩნდა, მარცხნივ მოვიტოვეთ იგი. სირიისაკენ გავემართეთ და მივაღწიეთ ტვიროს. ვინაიდან იქ უნდა გადმოეტვირთათ ხომალდი. მოვნახეთ მოწაფეები და 7 დღეს გავჩერდით იქ. ისინი სულით ეუბნებოდნენ პავლეს, რომ არასულიყო იერუსალიმში. ამ დღეებმა რომ ჩაიარა, გამოვედით და გავწიეთ. ყველამ ცოლშვილით ურთ ქალაქგარეთ გამოგვაცილა, ხოლო ნაპირზე მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ. ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და ავედით ხომალდზე, ისინი კი სახლებში დაბრუნდნენ. დავასრულეთ ცურვა და ტვიროსიდან პტოლემაისში მივედით. მოვიკითხეთ ძმები და ერთი დღე დავყავით მათთან. მეორე დღეს კი პავლე და მასთან მყოფნი წავედით. კესარიას რომ მივაღწიეთ, შევედით ერთ-ერთი შვიდთაგანის ფილიპე მახარებლის სახლში და დავრჩით მისას. მას ყავდა 4 ქალიშვილი, წინასწარ მეტყველი ქალწულები. მრავალი დღე დავყავით იქ და ამასობაში იუდეიდან მოვიდა წინასწარ მეტყველი, სახელად აგაბოსი. მოვიდა ჩვენთან, აიღო პავლეს სარტყელი, ხელფეხი შეიკრა და თქვა: „ასე ამბობს სულიწმიდა, კაცს, ვისაც ეს სარტყელი ეკუთვნის, ასე შეკრავენ იერუსალიმში იუდეველები და წარმართებს მისცემენ ხელში. ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც დაიქაურებიც ვევედრებოდით, არასულიყო იერუსალიმში. მაშინ მოგვიგო პავლემ და გვითხრა: რა სჩადით? ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, არამედ იერუსალიმში სასიკვდილოდაც მზადა ვარ უფალი იესოს სახელისათვის. რა კი ვერ შევძელით მისი დაყოლიება, დავწყნარდით და უთხარით, იყოს ნება უფლისა. დღეების შემდეგ გავემზადეთ და ავედით იერუსალიმს. თან გამოყვა აგრეთვე ზოგიერთი მოწაფე კესარიიდან და მიგვიყვანეს მნასონთან, ერთ ძველ კვიპროსელ მოწაფესთან, ვისთანაც ღამე უნდა გაგვეთია. იერუსალიმში მისვლისას სიხარულით მიგვიღეს ძმებმა. მეორე დღეს პავლე ჩვენთან ერთად შევიდა იაკობთან და ყველა უხუცესიც მოვიდა. პავლემ მოიკითხა ისინი და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მოახდინა წარმართებს შორის მისი მსახურებით. მათ კი ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს მას: ხედავ ძმაო, რამდენი 1000 მორწმუნეა იუდეველთა შორის და ყველანი რჯულის მოშურნენი არიან. შენზე გაიგეს, რომ მოსესგან განდგომას ასწავლი წარმართებში მცხოვრებ ყველა იუდეველს. და ამბობ, რომ არ უნდა წინა დაცვითონ თავიანთ შვილებს და არც წესჩვეულებებს უნდა მისდიონო. აბა რა ვქნათ, ნამდვილად შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებენ, ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გეტყვით. ჩვენ გვყავს 4 კაცი, რომელთაც აღთქმა აქვთ დადებული. წაიყვანე ესენი, მათთან ერთად განიწმინდე, გაიღე მათი ხარჯები, რათა თავი გაიკრიჭონ და გაიგებს ყველა, რომ რაც შენზე გაუგიათ, სულ ტყუილია და რომ შენ თვითონ განაგრძობ რჯულის დაცვას. ხოლო წარმართებზე, რომელსაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ და მივწერეთ, მოერიდონ ნაკერპავებს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. მაშინ პავლემ წაიყვანა ის კაცები. მეორე დღეს მათთან ერთად განიწმიდა. მომდევნო დღეს შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, რომ დასრულდა განწმენდის დღეები, როცა თითოეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი. როდესაც იწურებოდა 7 დღე, აზიელმა იუდეველებმა ტაძარში რომ დაინახეს იგი, მთელი ხალხი აღაშფოთეს და ხელი დაადეს მას. ყვიროდნენ: კაცნო ისრაელიანო, გვიშველეთ, ეს ის კაცია, რომელიც ყველას და ყველგან უქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ. ახლა ბერძნებიც კი შეეყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი. მასთან ერთად ქალაქში ვნახავთ ტროფიმე ეფესელი და გონებიათ პავლემ შეეყვანაო ტაძარში. მთელი ქალაქი შეიძრა და შეგროვდა ხალხი. პავლე შეიპყრეს, გამოათრიეს ტაძრიდან და კარები მყისვე ჩაიკეტა. როდესაც მოკლა დაუპირეს, რაზმის 1000-ის თავს მიუვიდა ამბავი, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო. მან მყისვე წაიყვანა ჯარისკაცები და 100-ის თავები და გაეშურა მათგან. ხოლო მათ 1000-ის თავი და ჯარისკაცები რომ დაინახეს, თავიანებეს პავლეს ცემას. მაშინ 1000-ის თავი ახლოს მივიდა. გამოიყვანა იგი და ბრძანა 2 ჯაჭვით შეეკრათ და კითხულობდა, ვინ არის და რა ჩაიდინაო. ხალხში ერთნი ერთს გახვიროდნენ, მეორენი მეორეს. მან კი რა კი ვერ შეძლო არეულობის გამო სინამდვილის გაგება, მისი ციხესიმაგრეში წაყვანა ბრძანა. კიბეებს რომ მიაღწია ჯარისკაცებს, მისი აყვანა მოუხდათ ხალხის სიმრავლის გამო.
ვინაიდან დიდძალი ხალხი მისდევდა და ყვიროდა, სიკვდილი მაგას. ციხესიმაგრეში რომ შეყავდათ, პავლემ უთხრა 1000-ის თავს. შეიძლება ერთი რამ გითხრა, ხოლო მან კითხა, ბერძნული იცი? შენ ხომ არა ხარ ის ეგვიპტელი, რომელმაც ამას წინათ შფოთი ატეხე და უდაბნოში გაიყვანე 4000 მიამბოხე? თქვა პავლემ. მე უდეველი კაცი ვარ, ტარსოსელი. არც თუ უცნობი კილიკიის ქალაქის მოქალაქე. გთხოვ ნება მომცე ხალხს დაველაპარაკო. როდესაც მან ნება მისცა, პავლე დადგა კიბეზე. ხელით ანიშნა ხალხს და როცა დიდი სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა.